მოგესალმებით ყველას. დღევანდელი მასტერკლასი მინდა დაუთმო სწორედ აი ამ საყურეს. რადგან ახალი წელი გვიახლოვდება, გადავწყვიტეთ წითელფერში დამემზადებინა. თუმცა სანამ დამზადებას შეუდგებით, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ არხი და გახდეთ ჩვენი გამომწერი. ეხლა კი შეუდგეთ დამზადებას. მასალად ჩვენ დაგვჭირდება ნემსი, ძაფი, სასურველია შავ ფერში, ასევე დაგვჭირდება პატარა ზომის თექა და დაგვჭირდება ნებისმიერ ფერში სტრაზი. პირველი რიგისთვის დაგვჭირდება 10 ცალი თვალი, ჩამოვჭრათ 10 თვალი, მეორე რიგზე დაგვჭირდება 15 თვალი, ხოლო მესამე რიგზე გამოვიყენებ 20 თვალს. გამოვიყენე 20 თვალი. წინასწარ ესე ჩამოჭერეთ და გაიმზადეთ. ეხლა გიჩვენებთ საყურის მონახაზს, ავაგებ. მივიღებთ აი ესეთი ფორმის საყურეს. შეუდგეთ დამზადებას. სანამ დაკერებას დავიწყებთ, პირველ რიგში აი ამ წებოს საშუალებით ჩავამაგროთ, ანუ დავაფიქსიროთ თვლები სათითაოდ, რათა გავიმარტივოთ მუშაობის პროცესი. უცქირეთ ეს გახლავთ კრისტალი, არის გამჭვირვალე ფერის, ლაქას არ ტოვებს, სულ ეხლახანს აღმოვაჩინე ამის არსებობა და ძალიან კმაყოფილი ვარ, მინდა გითხრათ. შეუდგეთ დაფიქსირებას. პირველ რიგში პირველ რკალს დავაფიქსირებ. პირველ და მეორე თვალს გამოვტოვებთ. საწყის და ბოლო პირველ მეორე თვალს გამოვტოვებთ. აი პირველი მეორე. და წაუსმევთ დანარჩენ თვალს წებოს. თექაზე დამაგრებას ვიწყებ მესამე თვალიდან. აი სადაც წაუსვი წებო, აი სწორედ იმ თვლებს ვამაგრებ თექაზე. ბოლო ორი თვალი დარჩება გარეთ. დავაფიქსირეთ. ეხლა გადავდივართ მეორე რიგზე. მეორე რიგზე გამოვტოვებთ 3 თვალს, პირველ და ბოლო 3 თვალს. ხოლო დანარჩენ თვლებზე წაусმევთ წებოს. პირველი, მეორე, მესამე თვალი გამოვტოვოთ, ასევე ბოლო 3 თვალი გამოვტოვოთ და წაусვათ დანარჩენ თვალს წებო. ჩამაგრებას ვიწყებთ მეოთხე თვალიდან. პირველი და ბოლო 3 თვალი გამოვტოვოთ, ანუ ჩაუშვათ ქვევით, დანარჩენს დავაკრავთ თექაზე. გადავდივართ მესამე რიგზე. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე თვალს გამოვტოვებთ ზევით და ქვევით. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე გამოვტოვე, დანარჩენზე წაусმევ წებოს. გამოვტოვებ 4 თვალს და მეხუთე თვალით დავიწყებ ჩამაგრებას.
დავასრულე ფიქსაცია და ეხლა ვიწყებ სათითაოდ ყველა თვალის დაკერებას. ნემსზე ავაგოთ ძაფი და დავიწყოთ პირველი რიგის ჩამაგრება. პირველი რიგი ჩავამაგრეთ, ეხლა გადავდივარ მეორე რიგზე. დასრულდა მეორე რიგი, ეხლა მესამე რიგზე გადავდივართ. ეხლა ვიწყებთ ზედმეტი ქსოვილის მოჭრას. ვიწყებთ საყურის ყურზე სამაგრის მიმაგრებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ კლიპსი, თუმცა მე ამ შემთხვევაში ვარჩიე აი ეს სამაგრი. დაახლოებით შუა ნაწილში ჩავამაგრებთ ცხელი წებოს საშუალებით. უკანა ნაწილს წაუსვათ წებო და დავამაგროთ საყურეზე, შუა ცენტრში. დავაფიქსირეთ, დაგვჭირდება პატარა ზომა თექა, წამოვაცვათ საკითხზე და დავიწყებ ცხელი წებოთი ჩამაგრებას. წავუსვათ, ოღონდ ბევრი არა,
რათა არ დაგვესვაროს საყურე. დავაფიქსიროთ კარგად. შემდეგ მეორე მხარეს გადავიდეთ. ეხლა ზედმეტი თექა მივაჭრათ, აი ესე. ესეც ჩვენი დასრულებული ვერსია. არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ვიდეო და დაელოდეთ შემდეგ მასტერკლასს. მომავალ შეხვედრამდე.